ახლა გამდიდრების კიდევ ერთი სქემამ გამოძიება ადგენს როგორ იშოვა ასობით 1000 ლარი საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. საქმე სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელობამ სახელმწიფო ბიუჯეტს და ჯარს $1,000,000 ლარზე მეტი მოპარა. გამოძიებას ბევრი კითხვა აქვს, მათ შორის რატომ შეიძინა თავდაცვის უწყებამ 2,5 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა 4 მილიონად. გაურკვეველია ბურჭულაძის მიერ ესპანეთის საკურორტო ქალაქ მალაგაში ფეშენებელურ სახლში გადახდილი 544,000 ევროს წარმომავლობა. დაუსაბუთებელია $1,600,000 ლარის უკანონო შემოსავალიც. საქმეში დევს ფიქტიური გარიგების არაერთი დოკუმენტი, რომლითაც სავარაუდოდ მოპარული ფულის ლეგალიზება ხდებოდა. საიდან გაჩნდა ჯუანშერ ბურჭულაძის ანგარიშზე 9,5 ევროზე მეტი. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თანხის წარმომავლობის შესანიღბად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ფიქტიურად გაასხვისა წყნეთში არსებული უძრავი ქონება. თუმცა სახლში, რომელიც ვითომ და გაყიდულია, დღემდე ბურჭულაძეები ცხოვრობენ. დაკავებული ექს-მინისტრი ბრალს არ აღიარებს. ჯუანშერ ბურჭულაძე მარტო არ არის, მასთან ერთად დაკავებულია მისივე ცოლის ძმა და თავდაცვის სამინისტროს 2 მაღალჩინოსანი. კიდევ ვისზე გავა გამოძიება. მირიან ბოქოლიშვილმა გაარკვია უფრო მეტი. ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, მავრიტანული სტილის შუა საუკუნეების არქიტექტურა, ისტორიული ძეგლები, მრავალმილიონიანი იახტები და ლანდშაფტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ადამიანს იზიდავს. ეს მალაგაა, ესპანეთის საპორტო და საკურორტო ზონა. ესტეპონა, პოლიგონი ნომერი 27. კურიერი პიესის ინფორმაციით, სწორედ ამ მისამართზე მდებარეობს ჯუანშერ ბურჭულაძის საცხოვრებელი სახლი. 252 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და იქვე განთავსებული შენობა ნაგებობა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 2025 წლის იანვარში 544,000 ევროდ შეიძინა. ანდალუსიის ავტონომიაში ძვირადღირებულ შენაძენს ექს-მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში ვეძებთ, თუმცა უშედეგოდ. დეკლარაცია მას უნდა შეეცვა 2024 წლის 25 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შევსებულია შეძენილია ქონება 2025 წელს. როგორია? თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ქონებასთან დაკავშირებით არც არასდროს დაუმალავს მას. მინისტრი აღარ იყო, თუმცა როგორც ყოფილ თანამდებობის პირს, დეკლარაციის შევსება მაინც ევალებოდა. 2025 წლის 17 მარტს ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის სამსახველი დოკუმენტი მართლაც შეავსო. თუმცა 2 თვით ადრე მალაგაში ნაყიდი ძვირადღირებული სახლი დეკლარაციაში არ მიუთითა. ჩაწერა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით 803,000 ლარად გაყიდა უძრავი ქონება საქართველოში. საუბარია წყნეთში, ნუშების დასახლებაში მდებარე ამ საცხოვრებელ სახლზე, სადაც სინამდვილეში ახლაც ბურჭულაძეების ოჯახი ცხოვრობს. კორუფციაში ბრალდებული ექს-მინისტრის სასამართლოშიც ირწმუნებოდა, რომ სახლი, საიდანაც სამართალდამცველებმა აიყვანეს, გაყიდული აქვს. მე იპოთეკით დაუტვირთავდი თუ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლება იქნებოდა ჩემი გადასაწყვეტია. ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ფიქტიურია და თავდაცვის ექს-მინისტრმა ეს გარიგება უკანონო შემოსავლის შენიღვის მიზნით მოიფიქრა. სქემა ანტიკორუფციულმა სამსახურმა გაშიფრა და ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის დაუსაბუთებელ ქონებასაც მიაგნო. ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებმა წყნეთში სწორედ იმ სახლში დააკავეს, რომელიც თითქოს ჯერ კიდევ 2024 წელს გაყიდა. იზოლატორის ნაცვლად ჯუანშერ ბურჭულაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამომძიებლებს უთხრა, რომ რამდენიმე დღის წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დავშავდა. ტვინის შერყევა მიიღო და ექიმის რეკომენდაციით კლინიკაში მკურნალობა საჭიროებდა. კლინიკიდან იზოლატორში გადაყვანილ ბურჭულაძეს ბრალის დადგენილება სუსის შენობაში გააცნეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ესპანეთში უძრავი ქონება სინამდვილეში კორუფციული გარიგების შედეგად შეიძინა. საუბარია თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებულ $1,300,000 ლარზე მეტის ზიანზე. ხელოვნურად იქნა გაზრდილი გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის კომპიუტერულ ტომოგრაფიული აპარატის ფასი
ზიანი შეადგენს 1,333,728 ლარს. პროკურორი განმარტავს იმ ფულის წარმომავლობას, რომლითაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ესპანეთში ქონება შეიძინა. გამოძიების ინფორმაციით, მაშინდელი მინისტრის ორგანიზებით და პირადი გამორჩენის მიზნით თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის ფასი ხელოვნურად გაზარდეს. 2,606,000 ლარად ღირებული ტომოგრაფიის აპარატი დაახლოებით 4 მილიონ ლარად იყიდეს. კორუფციულ სქემაში ჩართული იყო მინისტრის მაშინდელი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. არის არაერთი პირდაპირ მტკიცებულება, როგორც მოწმეების, ასევე მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ასევე დოკუმენტაცია გამოთხოვილი ამოღებული სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე საერთაშორისო სამართალ თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაცია, რითაც ბრალდება დადასტურებულია. ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატები ექს-მინისტრის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე პროკურორმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა გამოძიებას შექმნა და თუ ჯუანშერ ბურჭულაძეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. სამწუხაროდ სასამართლომ მთლიანად გაიზიარა ბრალდების მხარის სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების შესახებ. ამას შეუფარდა პატიმრობა. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან თუ არ არსებობს დანაშაული, შეუძლებელია საუბარი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახეზე. საფრთხეები არსებობდა როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების მოპოვებაში ხელი შეშლის და მიმალვის და შესაბამისად დანაშაულის ახალი დანაშაულის ჩადენის აღნიშნული საფრთხეები დასაბუთებული იქნა ბრალდების მხარის მიერ, რაც გაითვალისწინა და გაიზიარა სასამართლომ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.